საღამომშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია დღის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. მტრედის ხიდთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკვერის რეაბილიტაცია 56,000 ლარამდე დაჯდა. სამუშაოები შპს ანტურაჟმა შეასრულა. მოიწყო საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები მოიწყო ბაზალტის ფილისგან, ეგრეთ წოდებული ბრეხშიას პრინციპით დაიგო, მოიწყო მოსასვენებელი სკამები და ყველანაირი შესაძლებელი ინფრასტრუქტურა, რომ მოსახლეობამ დაისვენოს და მიიღოს კომფორტი. გახსოვთ ალბათ აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ასევე მოიწყო ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც ბევრად უფრო კომფორტული არის და უსაფრთხო მოსახლეობის მიმოსასვლელად. ასევე მოიწყო განათებები, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ ეფექტური არის და ვფიქრობ მაგ მიდამოებში მომავალში კიდე განვახორციელებთ სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ბორჯომში მოქმედი გენდერული კლუბის წევრები დღეს სოციალური სამსახურის წარმომადგენელს და ფსიქოლოგს შეხვდნენ. შეხვედრა პროექტის ერთად გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში შედგა. პროექტს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ახორციელებს. ბორჯომის გენდერული კლუბის წევრების შეხვედრა სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან დღეს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ძალადობა, მისი გამოვლინებები ოჯახში, ბავშვზე და ქალზე, ადრეული ქორწინებები. ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებითაც ახალგაზრდები დაინტერესდნენ და მოწვეულ სტუმრებს შეკითხვები დაუსვეს. ეს იმდენად მტკივნეული და ესეთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ახალგაზრდებს, ქონდათ საკმაოდ სერიოზული და ჭკვიანური შეკითხვები, პასუხების მათი თვითონ როდესაც კითხოს უბრუნებდით, ძალიან ჭკვიანურად ვცემდნენ პასუხებს, ასე რომ საქმის კუში ძალიან კარგად არიან, კარგად აზროვნებენ, მსჯელობენ და აი რაღაცა დიდი იმედებით სავსე ტოვებდნენ ამ ტელევიზიას დღეს და მიხარია, რომ ესეთი მოაზროვნე და კარგი თაობა გვყავს ჩვენ. როდესაც პრობლემით ახალგაზრდობა აინტერესდება და ისინი გაითავისებენ, მე აქ უკვე ნაწილობრივ მოგვარებას ვხედავ პრობლემისა და მიხარია, რომ არიან ისეთი ახალგაზრდები ასე კლუბში გაერთიანებულები, რომლებიც ერთადაც აზროვნებენ, უფროსის აზრით საინტერესებთ, ბავშვად პროფესიონალის აზრით და აი დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ეს იყო და ვფიქრობ, რომ იგივე ნაადრევი ქორწინების თემაც, იგივე ძალადობაც იმდენად მწვავეა და იმდენად აქტუალურია, რომ სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო, ასეთი ჩაღრმავებაა საჭირო. შეხვედრაზე სტუმრებთან ერთად გენდერული კლუბის წევრებმა კონკრეტული ფაქტები და მაგალითები განიხილეს. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ჩემი აზრით. განვიხილეთ ძალიან ბევრი დღის პრობლემები, ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი იყო ბავშვების მიმართ ძალადობა და ნაადრევი ქორწინების ქორწინება და ჩემი აზრით უფრო კარგი იქნება თუ ფსიქოლოგთან შეხვედრები უფრო ხშირად მოეწყობა ხოლმე და ეს იქნება არა ვთქვათ რაღაც ბავშვების კატეგორიაში, არამედ მასიურად. ძალიან საინტერესო და აქტუალური პრობლემები განვიხილეთ დღეს. ვთვლი რომ პროდუქტიული და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა, ბევრი რაღაც საინტერესო რამ მოვისმინე, კერძოდ ფსიქოლოგისგან, სოციალური მუშაკისგან და ვთვლი რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და სოციუმის ასე ვთქვათ გააქტიურებას, ზუსტად ასეთი არაფორმალური შეხვედრები უწყობს ხელს. დღეს ბორჯომის გენდერული კლუბის შეხვედრას შემოერთა ბორჯომელი მოხალისეები. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ანალოგიურ შეხვედრებს ბორჯომის გენდერული კლუბი აქტიურად გააგრძელებს მომდევნო პერიოდშიც. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის ერთად გენდერული თანასწორობისათვის ფარგლებში შედგა. პროექტი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. სამი სამზე კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება. მორიგი შეჯიბრი დღეს ბორჯომში გაიმართა. ერთმანეთს გამარჯვებისთვის ბორჯომის, თბილისისა და გორის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრს რეგიონებში კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს. წარმოადგენს ესე იგი ბორჯომის გუნდს, აქამდე ესე იგი შაშანაც მიღებდით მონაწილეობას და მეორე ადგილზე გავედით. წელს სიმართლე გითხრათ, ასე ვთქვათ, არ მოუზადებულ ვართ, მაგრამ განწყობა საბრძოლოა რა. გორიდან ჩამოვიდით სათამაშოდ, ნუ იმედები გვაქვს, იმედები რო გქონდეთ არ ჩამოვიდოდეთ ახლა გზაზე. ნუ რა ვიცი, ხა პირველად არ მონაწილეობ ამ ტურნირში, საკმაოდ გამოცდილება გვაქვს. დღეს გამოვავლენთ ბორჯომში საუკეთესო რეგიონის გუნდს, რომელიც მოიპოვეს უფლებას 18 ივლისს იასპარეზოს თბილისში ფინალურ ეტაპზე.
ხოლო გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონი 3-3-ზე კალათბურთში გაემგზავრება რუმინეთში ევროპის ერთ-ერთ ჩემპიონატზე. დღის ქრონიკის ბოლოს კი ვნახოთ ამინდის პროგნოზი. 15 ივლისს ბორჯომში მზიანი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 17, მაქსიმალური კი 26 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან მზე იქნება. 10 საათისთვის ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება. 26 გრადუსი დაფიქსირდება 13 საათზე. 23 გრადუსი იქნება 16 საათზე. ღრუბლიანობა მოიმატებს 19 საათისთვის სითბო 21 გრადუსი. 18 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა 22 საათზე. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, მზიანი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება 16 ივლისს, სითბო 25 გრადუსი. 23 გრადუსი დაფიქსირდება 17 ივლისს. ასევე 23 გრადუსი იქნება 18 ივლისს. წვიმა მოსალოდნელი 19 ივლისს, ტემპერატურა 25 გრადუსი. 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი 20 ივლისს. ასეთი იყო ამინდის პროგნოზი, შეგახსენებთ ტელეკომპანია ბორჯომი ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ტელევიზიაში მოქმედებს ცხელი ხაზი, შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაარეკოთ ტელეფონზე 22 30 40 ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 10-დან 18 საათამდე. ასეთი იყო ახალი ამბები დღეისათვის, მე ხვალამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.